1999 წლის 27 აპრილს, ანუ დღეს, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანდა. დღეს 26 წელი გავიდა, რაც საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ევროპულ პოლიტიკურ ინსტიტუტში გაწევრიანებით განმტკიცდა. მრავალი თაობის ბრძოლა თავისუფლებისა და ქვეყნის უსაფრთხო დემოკრატიული მომავლისთვის პირველ მნიშვნელოვან შედეგში აისახა. საქართველოს ევროპის პოლიტიკურ რუკაზე მოინიშნა. ძველი კულტურული ერის ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს ნერგმა კვლავ ევროპულ ნიადაგში დაიწყო ზრდა და განვითარება. დრო დაგჭირდა, რომ ჩვენი თავი ევროპელებისთვის ხელახლა გაგვეცნო. მათაც დრო დაჭირდათ, რომ ხელახლა აღმოვეჩინეთ, შევეყვარებინეთ და მისიანად მივეღეთ. პირველ დღეს ქართულად წარმოთქმული ეპოქის განაცხადი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხლომათა დარბაზში ეგზოტიკურად გაისმა. დღეს ევროპა უკვე აქ გველაპარაკება ქართულად და ჩვენთან ერთად ცდილობს ღრმა ქრისტიანული ფესვების მქონე საქართველოს თანამედროვე დემოკრატიისა და კეთილდღეობის ევროპული სივრცის თანაზიარი და ღირსეული წევრი გახდეს. მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი. I am Georgian and therefore I am European. ხამს მოხفარე მოხფრისათფის და ვიჭირსა არ დამრიდათ, გული მისცეს გულისათფის, სიხفარული გზად და ჰიდათ. ამისთვის ქართულმა ხალხმა დიდი ძალისხმევა გასწია. ბევრი ოფლი დაღვარა, საუკეთესო შვილების სიცოცხლე გაიღო და საქართველოს თავისუფალ ევროპულ მომავალს ნიადაგში ფესვი ღრმად მოაკიდებინა. ევროპელებიც არ დარჩენილან პასიურ პოზაში. აწლეულებია ევროპული ინსტიტუტებიდან და სახელმწიფოებიდან მომდინარე დახმარება და გვერდში დგომა იქცა იმ ჭიგოდ, რომელიც ამ ჯერ კიდევ სუსტ ნერგს წელი გაამაგრებინა. ჩრდილოეთიდან დანაბერი ქარიშხალის შედეგად მიყენებული ჭრილობები მოაშუშებინა და კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ზრდასა და გაძლიერებაში მიეხმარა. ბოლოს ისე მოხდა, რომ ჩვენი დამსახურებისა თუ ბარბაროსების მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო საქართველოს კიდევ უფრო დაახლოვების ამოცანა დაინახეს. ევროკავშირის კარი გაგვიღეს და გველოდებიან. გველოდებიან ევროკავშირის პოლიტიკურ ოჯახში, რომლის ტერიტორიაც ევრაზიულ კონტინენტზე და მთელ მსოფლიოშიც ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად ყველაზე უსაფრთხო და დაცულია. ეკონომიკურ გაერთიანებაში, სადაც ყველაზე მეტი, ყველაზე მაღალი შემოსავლისა და მსყიდველუნარიანი მოსახლეობა ცხოვრობს და სადაც სოციალური სტანდარტები, პენსიები, შემწეობები, ხელფასები ყველაზე მაღალია. საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეში, სადაც ახალგაზრდების განათლება, მცირე ენების და კულტურების იდენტობის დაცვა მთავარი პრიორიტეტია. სადაც სამართალს ვერავინ გაამრუდებს, რამდენი ფული და ძალაუფლებაც არ უნდა კონდეს. შენზე გაუნათლებელს, კორუმპირებულს და არაპროფესიონალს სამსახურში თავზე ვერავინ დაგასვამს და საჯაროდ გამოხატული კრიტიკის გამო მგლის ბილეთით სამსახურიდან ვერ გაგაგდებს. სადაც ყველაზე ნაკლებ შემოსავლიანი ავადმყოფი ისეთივე სამედიცინო მომსახურებას მიიღებს, როგორც მთავრობის წევრი და პარლამენტარი. სადაც მინისტრები სამსახურში ველოსიპედები დადიან, რომ ჰაერი უფრო სუფთა გახდეს და არა ბიზნესისა და ხალხის ჯარიმებიდან ამოღებული მილიონებით ნაყიდი ყველაზე ძვირი ჯიპებით. სადაც ყოველ ნაბიჯზე გრძნობ, რომ ღვთისმკვლელობა, ღირსების მქონე ადამიანი ხარ და იმ სამყაროს ნაწილი, რომელმაც კულტურული, პოლიტიკური და სოციალური განვითარების კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. დღეს საქართველოს ამ სამყაროში სრულუფლებიან წევრად გველიან და დღეს ამ გზაზე მიღწეული პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვების 29 წელს ჩვენს ქვეყანას და მის დელეგაციას ცუდი ქცევის გამო ევროპის საბჭოში მანდატი აქვს ჩამორთმეული. საქართველოს სახელით მოლაპარაკე ივანიშვილის რეჟიმი კი რუსების მსგავსად ევროსაბჭოს დატოვებით იმუქრება. თან ხალხის უნამუსო დაბოლებას აგრძელებს, რომ თურმე ვინმე ვიზა ლიბერალიზაციის სანაცვლოდ სუვერენიტეტს და მეობის დაკარგვას გთხოვს. ისე მართლა ძასია, ოღონდ სინამდვილეში ეს ნიშნავს ძალაუფლების მიმტაცებელი კლანისთვის
ქვეყნის ძარცვის სუვერენული უფლების ჩამორთმევას, ქართველი ახალგაზრდებისთვის განვითარების პერსპექტივის გახსნას და რეგიონის წამყვან ევროპული მოდელის სახელმწიფო ჩამოყალიბებას, ანუ მეობის, ქართული იდენტობის და ჩვენი ქვეყნის ისტორიული გეოპოლიტიკური როლის დაბრუნებას. ადამიანის ქმნილება დედამიწაზე არასოდეს იქნება idеალური და უნაკლო. ასეთად არც ევროკავშირს გვთავაზობს ვინმე. ყველაფერი შედარებითია იმ უაზროვნე, თუნდაც მორწმუნე ადამიანისთვის, ვინც კი არ ხვდება ისტორიული გამოცდილები და სწავლებით იცის, რომ მიწაზე 64 არ იქნება. მაგრამ თუ სადმე ადგილი დედამიწაზე, სადაც ადამიანი თავს თავისუფლად, დაცულად და ბედნიერად გრძნობს, ეს ევროკავშირია. ევროკავშირის ალტერნატივად საქართველოსთვის რუსეთის ან თუნდაც ჩინეთს როცა გვტენიან, სულ მიხეილ ჯავახიშვილის უბის წიგნაკში შემორჩენილი ჩანაწერი მახსენდება. ჩანაწერი ასეთია: სპილომ კრუხი გაჭყლიტა. წიწილები მოაგროვა, ზე დააჯდა და უთხრა: ნუ გეშინიათ პატარებო, ახლა მე გაგიწევთ დედობასო. აი ვინც ამ სპილოს იმედზე თავს იმყოფებთ და საქართველოს ევროსაბჭოდან და საერთოდ ევროპიდან თვით იზოლაციას მშვიდად და მდუმარედ შეყურებთ, კი ხართ ღირსები დღეს ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრების 29 წლის თავზე გამოქვეყნებულ ბესიკ ხარანაულის ლექსის ადრესატებად იგრძნოთ თავი. ქართულ პოეტს ეს ლექსი სპეციალურად ამ დღისთვის ალბათ არ დაუწერია, უბრალოდ კარგად დაემთხვა. ლექსი კი ასეთია: თქვენი გინება ვიძახე, რისხვა მუცებ ამომხედქა, მაგრამ პირი არ დამეწვა, ამინ. ყოველ მხრიდან მეთქვა, ამინ. მეთქვა ბუნებისგან, კაცთაგანაც, ამინ. მეთქვა თქვენი გინება ვიძახე, მან მე გული ამომრეცხა, რა კი ყველა მიმოწმებდა, გინებისა აღარ შემცვა. თქვენს გინებას გაიძახის ერი, ბერი, მინდორველი, მაგრამ თქვენ არც გეყურებათ, არც თვალი გაქვთ სახედველი. ბრმას და ყრუს მე ვერ გავკურნავ, ბოროცაც მე ვერ ვშვილი. ერთის მნაღა მეგულება, მოქმედების აღმნიშვნელი.